ფოთში დევნილთათვის 31 მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. იგი მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, მიმდინარეობს გზის მოპირკეთება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში 8 სამშენებლო ფირმა გამოავლინა. სულ მალე უკვე ჩვენ დავინახავთ რეალურ შედეგს, რაც შეეხება დევნილთა რეაბილიტაციის, ასე ვთქვათ, პროექტის განხორციელებას, უკვე გზები გაიჭრა და პრაქტიკული სამუშაოები დაიწყო. ქალაქში შენდება რამოდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, რომელშიც უბრალოდ უზრუნველყოფილი იქნებიან დევნილები. ახლა დაშენებულ კორპუსებში ის დევნილები ჩასახდებიან, რომლებიც აქამდე ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობდნენ. შენობებში შესახდებიან ის დევნილები, რომლებიც არა მარტო სამეგრელოს, არამედ სხვა რეგიონებში ცხოვრობენ. მგონი ერთ თვეში უკვე იქ დასაქმდება მოსახლეობას, ადგილობრივი მოსახლეობა, უმეტესად არის 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, თანასწორულების დასაქმდებიან. ამ კორპუსებში ახლა შევა ის ხალხი, ვისაც ბინა არა აქვს, ვინც ნაქერავებში არიან, ვინც ნათესავების სახლში ცხოვრობენ. ძალიან ბევრი ყავს ასეთი ისინი. ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა ასეთია. რო დაეხმარება და რო დაასახლებს, ესაა ყველაზე დიდი, ყველაზე უკეთესი. ამაზე უკეთეს რას გააკეთებს? ეს სიყალულის მეტი რა ის მომდანია ჩვენი ქვეყნისათვის. დებითი რა თქმა უნდა დევნილებს თუ დავეხმარები და ჯერ ისედაც ნერვებმოშლ ხალხს ეს არის დიდი სიკეთე თითეული ადამიანისაგან. დადებითია, იმიტომ რომ რაც უფრო გაუმჯობესდება სოციალური პრობლემები, განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობას, ყველა მიესალმება ალბათ, ყველა ფოთელი. მეც დევნილი ვარ და მე თქმა უნდა მივესალმები, რომ ის უპატრონოდ მიგდებული დევნილები წლების განმავლობაში, რომლებიც ეყარნენ ხანსად ზოგიერთების დაუდევრობის წყალობით და თუ მათ შეუქმნიან რაღაც ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, ეს იქნება ძალიან კარგი, რა თქმა უნდა. პროექტის თანახმად მშენებლებმა ობიექტების სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა ჩააბარონ.